ბიძინა ივანიშვილი გახმაურებულ საქმეებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, ეკონომიკასა და რუსთავი ორზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამ და ბევრ სხვა თემაზე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ილაპარაკა. ივანიშვილის უკმაყოფილების მთავარი მიზეზები მიხეილ სააკაშვილი და ირაკლი ალასანი არიან. მთავრობით და ირაკლი ღარიბაშვილით კი ყოფილი პრემიერი კმაყოფილია. ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მედიის მუშაობაში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კვირის პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, პროექტით 20-30 ის დღის წესრიგს შეცვლის, რომელსაც მისი თქმით საზოგადოებას კვლავ რუსთავი ორის თავაზობს. დღეს მედია სივრცეში დღის წესრიგი მიყავს რუსთავი ორს, რომელიც არის აგით მანქანა ნაციონალური მოძრაობის და იყოს, ეხლა სათქვან, აქ უსოხას, ღმერთმა მოახმაროს. და რაც უფრო ღრმად და კარგად იფუნქციონირებენ, მით უფრო კარგად ვაჩვენებთ საზოგადოებას კონტრასტს. რომ სიცურეს დავაბალანსებთ სიმართლით. ერთ უკიდურესობას მეორე უკიდურესობით უპასუხებთ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოახერხებთ შევცვალოთ დღის წესრიგი. ივანიშვილმა ვრცელ ინტერვიუში დრო ექსპერტების მუშაობის შეფასებასაც დაუთმო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებასა და ოპოზიციის რიტორიკის გამეორებაში კვლავ ადანაშაულებს. ხან ექსპერტები გამოხდებიან, აი ივანიშვილს უნდა თავისუფალი ექსპერტები, აი თავისუფლად საუბრობს, მათზე გავლენა მოახდინოს და სადღაც რამდენიც უნდა იმდენი ელაპარაკონ. ერთადერთი, როდესაც აქცენტს ვაკეთებ, რომ მათი ნათქვამი შეიძლება არ იყოს სწორი, ემსახურებოდეს სიცრუეს და მასზე ჩვენ რეაქციას გავაკეთებთ, ამას როგორ ბედავთ? და ახლა ექსპერტებიც გადმოხდნენ, ახლა როგორ ფერხულში ჩაერთვნენ, ესენიც დაბუდადებულად მიაჩნევენ თემას. ექსპერტებთან პრეტენზია მექნება და მაქვს კიდეც იმაზე, რომ ექსპერტიზას იბრალებენ, ელემენტარულ ანალიზს ვერ აკეთებენ. ცრუ აქცენტებს აკეთებენ. ამაზე მიუთითებ, რა თქმა უნდა. სამწუხარო, მაგრამ არა ტრაგიკული, ასე შეაფასა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშნა. ყოფილი პრემიერი უკრაინის ხელისუფლებას ურჩევს უფრო მეტად გაითვალისწინოს მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია. სამწუხაროა, მე წუთის გამოვთხოვდი ამასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურას რამდენიმე საქმეზე აქვს წაყენებული ბრალდება სააკაშვილისთვის და მეგობარმა სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება უნდა გააკეთოს და ძალიან სამწუხაროა თუ ესე იქნება. ადეიშვილზე მით უმეტეს ადეიშვილი ცირკულარშია ჩასმული. ტრაგიკული არაა ეს, თუმცა კარგი არაფერი არაა, მე არ ვალავ ამაში. არ იქნება თუ ესე მოხდა, რამე თუ ჯერეთი რომ უკრაინა არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, არცეთ შემთხვევაში ეჭვი არ უნდა გავაჩინოთ, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ეს ძალიან შემაშფოთებელია ჩემთვის და სამწუხაროა, მაგრამ გაგებით მოვეკიდოთ. ყველაზე შემაშფოთებელი ჩვენთვის და ქართველებისთვის უნდა იყოს ის, რომ რამე თუ ჩვენ ვიცით სააკაშვილი ვინაა და ვინ არის ადეიშვილი, რომ მათი ხელწერა არ დაბრუნდეს საქართველოს და ქართველობას და არ მოხდეს ის, რომ აქედან გაასწროს ადეიშვილმა და სააკაშვილმა და უკრაინა შეიძლება ვერ გამოასწროს. უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას ყავს თავისი არჩეული ხელმძღვანელობა და მათ აქვთ ეს უფლებები. თუმცა ჩვენ გვერდშია, რომ უფრო მეტი გაეთვალისწინებინათ მეგობარი სახელმწიფოს საქართველოს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანიასთან არსებულ უთანხმოებასა და მის დამოკიდებულებებზეც ისაუბრა. ივანიშვილი პირად შუღლსა და ეგრეთ წოდებულ კაბელების საქმესთან დაკავშირებით რაიმე პოლიტიკურ მოტივაციას გამორიცხავს. ყოფილი პრემიერი ირაკლი ალასანიას შეთავაზებაზე დაჯდეს მასთან ერთად ტელედებატებში უარს ამბობს. მე კიდე ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ მაინც ყველაზე დასანანი ის არის, რომ მისი განცხადებები უსაფუძვლო და უარგუმენტოა. არც ერთი ჟურნალისტი არ სთხოვს დაკონკრეტებას, რა პირადი შუღლი მაქვს მასთან, თუმცა ახლა აუხსნია კონკურენციის ეშინოდაო. ეს იმდენად სასაცილოა, რაც შეეხება ალასანიასთან დებატებს. დიდი ხანია ნათელაშვილი დებატებში მიწევს, თუმცა ყოველთვის ვაცხადებ, რომ უარგუმენტო და სიცრუეზე დაფუძნებულ, არათანმიმდევრულ და გაკოტრებულ პოლიტიკოს აღარ პასუხობ. პირადი პატიმრებიო, რომ ამბობენ, რა მქონდა ირაკლი ალასანიასთან პირადული. წავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომელიც ბოკერიას განცხადებებისაგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც კი ვიფიქრი, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა მეთქი. ესაა ჩემთვის სამწუხარო. ბოკერიას კარგადაა და ღმერთმა კარგად ამყოფოს. ცუდი არავისთვის მინდა. ივანიშვილმა ასევე ისაუბრა ეგრეთ წოდებული კაბელების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე და აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტია ალასანიას მხარდაჭერას აღარც მალავს. იგივე რესპუბლიკელები, რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე, რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მოქმედი პრემიერის მუშაობაც შეაფასა. ის მთავრობის საქმიანობით კმაყოფილია. ივანიშვილი ნეპოტიზმისა და ნათესაური კავშირების თემასაც შეეხო. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ეს პრობლემა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც აქტუალური იყო და დღემდე რჩება ქვეყნის პრობლემად. ამ საკითხთან დაკავშირებით მან გაფრთხილება ირაკლი ღარიბაშვილსაც მისცა, როდესაც თანამდებობა დატოვა.
ძალიან ღირსეული პრემიერი ყავს დღეს საქართველოს. იყო კითხვები ღარიბაშვილთან, საზოგადოებრივ ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის. იგივე პრობლემები მეც მაქვს. ღარიბაშვილსაც ჰქონდა ეს პრობლემა საზოგადოებაში დაგროვდა კითხვები და მან მოახერხა შესაბამისად რეაგირება. მე ღარიბაშვილს სანამ პრემიერის კანდიდატად დავასახელებდი უთხარი რომ ასეთი პრობლემები ექნებოდა. ყველა ქართველს ყავს ნათესავები და ისინი რა თქმა უნდა ცდილობენ მოიპოვონ პრივილეგირებული მდგომარეობა. თუ ნათესავი მინისტრი ან მით უმეტეს პრემიერი ჰყავთ. დიახ, მე ვუთხარი ღარიბაშვილს რომ ამ კუთხით და კიდევ დათვასთან დაკავშირებით პრობლემები ექნებოდა. დათვა შეუძლია თავბრუ დაგახვიოს. ისეთ ანტურაჟ გიქმნის რომ საოცარი ადამიანი ხარ და სხვა არ უნდა გაგიტაროს. თუმცა მივიჩნევ რომ ეს პრობლემები ღარიბაშვილმა ძალიან სწრაფად და გენიალურად გადაჭრა. ჯანყარაშვილის პრობლემა დამთავრებულია. ყოფილმა პრემიერმა მართლ კოალიციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განმარტება გააკეთა იმ კომენტარებზე, რაც ზაქარია ქუცნაშვილის მიერ კანდიდატად საკუთარი თავის დასახელებას მოყვა. ამ შემთხვევაში პატარა გაუგებრობა მოხდა. საგანელიძემ ეს საკითხები საბჭოს შეუთანხმა, თუმცა მგონი გიაულოვსკიმ ფრაქციისთვის ამის ახსნა დროულად ვერ მოახერხა. ყველა დეპუტატს აქვს ვალდებულება გუნდის პოზიცია გაითვალისწინოს. იმავდროულად მათ აქვს უფლება გუნდს არ დაემორჩილონ და საკუთარი ინიციატივით იმოქმედონ. ჯამში პრეზიდენტმა პროცესი ისევ არასწორად წაიყვანა და ქვიდან წვენის გამოდენას ცდილობს. ნაცვლად იმისა, რომ საკითხი პროფესიონალურად გადაწყვეტილიყო და საქმე ეკეთებინა, ეს თემა ერთ დიდ აჟიოტაჟად გადააქცია. დემოკრატიულობა კარგია, მაგრამ გუნდს გუნდურობა უნდა ემჩნეოდეს და პროცესი ქაოსში არ უნდა გადაიზარდოს. ყოფილმა პრემიერმა ეკონომიკური გუნდის მუშაობაზეც ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, ტენდერებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების sapasუხოდ ის ეკონომიკურ საბჭოს შექმნის. ბიძინა ივანიშვილის ამ ინტერვიუზე დღეს დილიდან მსჯელობენ ექსპერტები და პოლიტიკოსები. მათ შეფასებებს ნინო სამყურაშვილი გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. ეხლა ის რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არის პრობლემები, ამას ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაც. აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დღეს კომუნიკაციის ნაკლებობაზე საპარლამენტო უმრავლესობაში ისაუბრა ასევე ფრაქციის ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ვორსკიმაც. დღესვე ბიძინა ივანიშვილი კი დებატებში გამოიწვია ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, სწორედ ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაუკავშირა. კაცობრიობის ისტორიაში იშვიათად მოიძებნება პრეცედენტი პოლიტიკური ლიდერის ასეთი სწრაფი გაკოტრებისა, რაც დაემართა ივანიშვილს. და ეს ყველაფერი მას დაემართა საკუთარი უპასუხისმგებლობით, სიცრუით და მომხვეჭველობით. სამივე ამ პუნქტს მე გაუშვიფრავ იმ დებატებში, თუ იგი დათანხმდება და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მისთვის ხელსაყრელ ადგილას დამიჯდება. და კიდევ ერთხელ ვაჩვენებ მასაც და თელს საქართველოსაც, თუ რა დიდ ბოროტებასთან გვაქვს საქმე აი ამ ფიგურის სახით. ბატონო ბიძინა დაუდასტურებია ის, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ, რომ ინფორმაცია არ ქონდათ პარლამენტის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას. გუნდის რიგით წევრებს ვერ მოვთხოვთ ვერც ორგანიზებულობას, ვერც კოორდინირებას, ვერც ინფორმირებულობას. ეს ხვისი მოვალეობა, ამიტომ თუ სხვა ვერასრულებს თავის მოვალეობა ჯეროვნად, ეს არ არის პარლამენტის რიგით წევრების ბრალი. ბატონო ბიძინა სურვილი, რომ გუნდურობა იყოს შენარჩუნებული სწორია და შესაბამისად გასაზიარებელი. თუმცა არის რამოდენიმე შემთხვევა, როცა პარლამენტის წევრებს მოუწევთ ინდივიდუალური გაწყვეტილების მიღება. ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან თუ იყო კრიტიკა, ეს არის ესეთივე კრიტიკა, რომელსაც სხვა არასამთავრობო საზოგადოებრივი წარმომადგენლებისაგანაც ვისმენთ. თუმცა რასაკვირველია, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს მისი მოსაზრებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით დასაფიქრებელია. არა მარტო ჩვენთვის, არამედ ფიქრობ იმ ადამიანებისათვისაც, რომლების მიმართაც კრიტიკა ისმის. თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესებსა და ხმაურიან დაკავებასთან დაკავშირებით ინტერვიუში საუბრობს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია. დავით ნარმანიამ გამორიცხა, რომ თბილისის მერიის სხვა თანამშრომელი ან რომელიმე მაღალჩინოსანი შესაძლოა კორუფციულ გარიგებებში იყოს ჩართული. მასობრივი ხასიათია, მას არ ექნება. თუ სადმე რაიმე გამონაკლისები იარსებებს, ესეთ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატური რეაგირება აუცილებლად იქნება. რაც შეეხება საკადროს საკითხებს, მე შეიძლება პრეტენზიები მქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც არაჯეროვნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, ან არ მუშაობენ სწრაფად და ეფექტიანად, ასე რომ როცა იქნება ესეთი საკითხები, ამ საკითხებთან დაკავშირებით მე ყოველთვის მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას.
ბიძინა ივანიშვილს პასუხობენ ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მესამე სექტორის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არის ბევრი პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური, სოციალური პრობლემები და სწორედ ამასთან დაკავშირებით უნდა იმუშაოს ყველა, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საუბრობდნენ იმაზეც, რომ მსგავსი განცხადებები, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნები ან საჯარო პირები აკეთებენ, შესაძლოა გახდეს წახალისების საგანი. თავარია განცხადებები, რომლებიც კეთდება საჯარო პირების მხრიდან ან პოლიტიკოსების მხრიდან, არ იქნეს აღქმული, იქნება ეს სამართალდამცავი სტრუქტურები თუ სხვა სახელმწიფო უწყებები თუ საჯარო მოხელები, მათი მხრიდან ეს არ იქნეს აღქმული, როგორც წახალისება არასამთავრობო სექტორზე თავდასხმისა. სანანი იქნება თუ ჩვენი სახელმწიფოს მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს შავლაკად დააჩნდება ის აღქმა, რომელიც შეიძლება მარტივად გაჩნდეს, თუმცა გავსი განცხადებები გაგრძელდება. მგონი ქვეყანას აქვს სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, რა ვიცი, ინფრასტრუქტურაში, საგარეო პოლიტიკაში და მე მგონი კითხვები რომ დაისვას სწორედ ამ მიმართულებით ჯერ. ექსპერტები მე მგონი ესე თქვათ, იმდენს არ ახუჭებენ, რამდენს ახუჭებს ხანდახან მთავრობის ცუდი პოლიტიკა. ამ ჭირდება მაგალითად მე ეს ექსპერტის ტიტული მზადავარ გავყიდო თუ ირიგინე იყიდეს, მაგრამ ვისაც უნდა ახლა რეალურად არავის არ უნდა არაფერში. ექსპერტების შეფასებას ამოწმებს საზოგადოება. ძალიანაც მათი დამოკიდებულება ამ კონკრეტული ექსპერტების მიმართ. ასე რომ აი ეს პროცედურა რაღაცნაირად ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებრია. გარბარდო განცხადებები ჩვენ ქონდა კიდევაც ერთგვარი შეხვედრა და დაპირისპირებაც კი იყო ამ თემასთან, ასეთი ტიპის თემებთან დაკავშირებით ერთგვარი რევიზია ჩაუტარდა მაშინ ჩვენს გამონათქვამს. სასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანია მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენ ესა თუ ეს მთავრობა გადანაშაულებს ხოლმე ოპოზიციას თანამშრომლობაში. ეს კრიტიკა რაიმე საფუძველს უნდა ემყარებოდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილმა მის ბოლო ორ ინტერვიუში გააკრიტიკა ყოფილ პრემიერს არასამთავრობოების საქმიანობის შესწავლა აქვს გადაწყვეტილი. დიდი მადლობა ნინო სამყურაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.